მოგესალმებით ყველას. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება, რატომ იქცევა გაურკვევლად ჩაფიქრებული პიროვნება, არ გვექნება ასარჩევი პოზიცია, ჩაიფიქრა თქვენთვის სასურველი ადამიანი, მივყვეთ გაშლას და თუ გაშლის ველობის დროს აღმოჩენთ, რომ ეს გაშლა თქვენზე რეზონირებს, დარჩით ჩემთან და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყებ პოზიციის განხილვას, დაწყებას. მოდი პირველ კითხვა იყოს პიროვნება, რომელიც იქცევა გაურკვევლად, როგორ ენერგიაში ამოვა, როგორ ხედავს დღეს არკანები მას. ეს ადამიანი ძალიან დიდ განცდებში არის ახლა ამ წუთას სხვათა შორის. იცით როგორ არის, ამ პიროვნებას აქვს ისეთი მომენტი, რომ აქტიური კომუნიკაციიდან უცებ მომენტალურად შეიცვალა ეს პიროვნება, ამოვიდა ორი მომნეტა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ პიროვნებას უჭირს არჩევანის გაკეთება, გაგრძელოს თქვენთან კომუნიკაცია, თუ გადავიდეს ტაიმაუტში იგივე დროის, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში დროის გაჩერება სურს და ამ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, პასიურ ფაზაში გადაყვანა ან საერთოდ ზოგადად დაპაუზება. აი აქ ადამიანი როგორც კარტი მიჩვენებს, იცით როგორ მომენტში არის, ორი სურვილი აქვს, უნდა რომ გეკონტაქტოთ, აი ესე ხედავს არკანები რატომღაც, რომ არის ორ უკიდურეს სურვილში კონტაქტი სურს, მაგრამ ასევე სურს რაღაცნაირად დროის აღება და ასე ვთქვათ, ტაიმაუტში გასვლა. შეიძლება ფიქრობს, რომ შეუფერებელ დროს გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში ან პირიქით. თუ ესეთი მომენტი თამაშობს და ზუსტად იცით, რომ რაღაცნაირად აქვს შეფერხებები ცხოვრებაში ამ ადამიანს და შეუფერებელ დროს გამოჩნდა ეს ადამიანი, აი ეს მომენტი აფერხებს. შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობდეს, რომ რაღაც საკითხებში დიდად ვერ ეგუებოდეთ ერთმანეთს და ამის გამო სურდეს კომუნიკაციის შეჩერება. მაგრამ ეს არ არის ურთიერთობიდან გასვლა, ამ ადამიანს უბრალოდ სურს ურთიერთობის დაპაუზება, დრო სჭირდება, რომ გადაწყვიტოს და მოიფიქროს. ის მოიფიქროს, ის არჩევანი გააკეთოს, რასაც ახლა ვერ აკეთებს და არჩევნის წინაშე, როდესაც დგება, აი ამ ორ მონეტას ხელიდან ვერ უშვებს, ორივე სურს და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ორ დილემას შორის არის ეს ადამიანი. კომუნიკაცია თქვენთან მოსწონს. შეიძლება იფიქროთ, რომ სწრაფად მოხდა მისი შეცვლა თქვენდამი. შეიძლება იფიქროთ, რომ სწრაფად შეიცვალა ეს ადამიანი. შეიძლება იცით როგორ იყოს, უცებ გწერდათ, სწრაფი მიმოცვლა გქონდათ ურთიერთობაში და შემდეგ ესეთი გაუგებრობა წამოვიდა. მოდი ამ პოზიციამ ფაქტურად სულ სხვა შეკითხვა დავსვი და ამომწურავი პასუხივით გაგვცა, მაგრამ აიც მინდა რომ ჩავეძიო კიდევ როგორ არკანებში ამოვა ეს ადამიანი, ზოგადად რა ენერგიას ატარებს ახლა, რა ხდება მის თავს. იცით რა არის ეს ადამიანი, ან ახლა განიცდის ძალიან ძლიერ და არც დატკივილს და ტირილამდეც კი მიდის ზოგჯერ, აი შეიძლება ისეთი მკაცრი, სერიოზული, ჩამოყალიბებული ადამიანის იერი ქონდეს, მაგრამ თავის თავთან რომ რჩება, აი ესეთი მომენტები თამაშობს მის თავში. რაღაცნაირად ფიქრობს, რომ რაღაც მის ცხოვრებაში ძალიან სწრაფად განვითარდა, რაღაც გონებას მიჰყვა და რაღაც ეტაპი მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დამთავრდა, ან შესაძლოა ზოგი შემთხვევაში ეს იყოს ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, ზოგი შემთხვევაში იყოს კარიერის დამთავრება, ზოგი შემთხვევაში შეიძლება იყოს წარუმატებელი რაღაც ნაბიჯი, რაც ამ ადამიანს ძალიან აწუხებს და აი ეს ტრავმა მომდინარეობს და გადამდები არის თქვენთან ურთიერთობაშიც და გაურკვევლად იქცევა. შესაძლოა ამ თემებზე მისი სუსტი მხარეების გამოჩენა ამ პიროვნებას თქვენთან არ სურს, საერთოდ არ ვლაპარაკობს და გარედან რომ უყურებთ, მისი შინაგანი სამყარო არ იცით და გარედან რომ უყურებთ, მისი ყველა ქცევა და ქმედება არის გაურკვეველი და უცნაური. მოდი ვნახოთ თქვენს მიმართ რას გრძნობს ეს ადამიანი, თქვენი მისამართით თუ არის გაციებული. იცით როგორ არის, თქვენი მისამართით არანაირად არ არის გაციებული, ინტერესიც არ აქვს დაკარგული, უბრალოდ ეს ადამიანი არის გულნატკენი. თუ საჯარო გაშლა არის და ხვდებით, რომ ეს გულის ტკივილი აი რომ ვიტყვით ხოლმე 10-დან 10 შეფასებით, იცით რომ თქვენიდან არის გამოწვეული, აი ეს ფაქტიც აწუხებს, მაგრამ პლუს ამას სხვა პრობლემებიც ემატება აი ამ მდგომარეობას, მაგრამ თუ იცით რომ თქვენ შორის არაფერი არ მომხდარა, ისეთი რომ მას გულის ტკენო და აი ამ ადამიანს აქვს რაღაც მძიმე მომენტი, კიდევ ერთხელ ამბობ, შეიძლება უკავშირდებოდეს ფინანსებს, კარიერას, ან ახლობლების ჯანმრთელობას, სერიოზული საკითხი არის, თქვენთან არ უნდა ამ თემაზე დიდად გაშიფრვა და გახსნა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე არის ეს თემა, შესაძლოა როდესაც ამ თემას ეხება და
მოიხსენებს ცრემლებამდე მიდის და არ უნდა რომ თავისი ეს სუსტი მხარე გაჩვენოთ და ერთი შეხედვით ეს ადამიანი ასე ვთქვათ იქცევა გაურკვევლად და ყველანაირად манипуляციებში ჩადის რომ თქვენთან ეს საკითხები დამალოს და არ გაჩვენოთ თავისი გულის ტკივილი და რაღაცნაირად ისევ ის დადებითი და მხიარული განწყობა შეინარჩუნოს, მაგრამ არ გამოსდის ბოლომდე, რა თქმა უნდა, რადგან თქვენ ამჩნევთ, რომ რაღაცნაირად გაურკვევლად იქცევა ეს ადამიანი. მოდი ვნახოთ თუ უკავშირდება ზოგს ვინც ახლა მიყურებთ, ექნება ეჭვი, რომ ამ ადამიანმა სხვა ხომ არ შეიყვარა, სხვასთან ხომ არ არის, სხვას ხომ არ წერს, ან გრძნობები ხომ არ გაუჩნდა სხვაზე. მოდი ვნახოთ თუ არის ასეთი მომენტი. იცით რა არის შესაძლოა ამ ადამიანმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაამთავრა ურთიერთობა, სერიოზული ურთიერთობა, რომელიც მომდინარეობდა ძალიან ბევრი ხნის მანძილზე, წლების დაწყებული ურთიერთობა იყო, შეიძლება ცოლს გაეყარა, შეიძლება ისეთ შეყვარებულს დაშორდა, ვისთანაც კარგი და ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა. დროდადრო შეიძლება ეს საკითხიც იჩენდეს მასში თავს, რაღაცნაირად ახსენდებოდეს ეს მომენტები, მაგრამ ურთიერთობის აღდგენა ამ ადამიანთან არ აქვს. აქ ამოვიდა კოშკი მიგვანიშნებს ყოველთვის ნგრევაზე, დასრულებაზე, ურთიერთობის გათიშვაზე. ამიტომ იცით როგორ არის შესაძლოა ამ ადამიანს ჰქონდეს ის მომენტები, როდესაც ახსენდებოდეს წარსული, მაგრამ ახალი პიროვნება მის გულში არ არის. თუ თქვენ ახლა ხართ ესეთ მომენტში, რომ თქვენ ხართ ეს ადამიანი, თქვენ იყავით მისი ცოლი, ან დიდი ხანი გქონდათ ურთიერთობა, შემდეგ რაღაც გაურკვევლობა, ასე ვთქვათ, წამოვიდა თქვენს შორის, ეს უკვე იმაზე მიგვანიშნებს, რომ თქვენზე ფიქრობს, თქვენთან სურს ისევ ესეთი, ანუ რაღაც კოშკი ამოვიდა რომ თქვენ შორის გაჩნდა გაუგებრობა, ნგრევისკენ მიდის და არ სურს რომ ეს მოხდეს და ისე უნდა რომ მზე იყოს თქვენს ურთიერთობაში, მზე ყოველთვის არის ძალიან დადებითი კარტი. ძალიან ისეთი პოზიტიური კარტი და სურს რომ ეს ნათელი დღეები შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ თქვენ ასე ვთქვათ არ ხართ აი ამ სტატუსის მატარებელი, დროდადრო უფრო ახსენდება ამ ადამიანს წარსული, რატომღაც სევდა მოდის აი ამ ენერგეტიკიდან, რატომღაც აი ეს მანდილოსანი ამოვიდა აქ. გაშლაში, ვითრე ახალი პიროვნებებს ეძებდეს და ასე ვთქვათ, ახალი პიროვნებები შემოუშვას გულში, ესე არ არის, მაგრამ წარსულის გაშვება, ასე ვთქვათ, შესაძლოა ცოტათი ისეთი საკითხი ქონდეს ამ ადამიანს, რომ ეძნელებოდეს და არ ვამბობ, რომ მაინც ძალიან უყვარს და რამე, მაგრამ რაღაცნაირად ეს ადამიანი მიდრეკილი არის წარსულში ყურებაზე და ფიქრში, ანუ რაღაცნაირად ეს მომენტი მას ახსენდება. მოდი მაინც გავიგოთ, რატომ იქცევა გაურკვევლად თქვენთან, ისევ ამ კითხვას მივუბრუნდები. თავს გრძნობს დაკარგულად და რაღაცნაირად ანუ შინაგანი დეფიციტი აქვს ამ ადამიანს და აი სანამ ეს რაღაც წერედი არ დამთავრდება და აი ამ თავის შინაგან რწმენას არ აიმაღლებს და დაიბრუნებს, ეს ადამიანი გაურკვეველ ქცევის იერს არ დათმობს და ისევ აი ამ საკითხებში იქნება. ეს არის ასე ვთქვათ, ისეთი დადებითი მაღალი არკანი, ეს არის სამყაროს მაღალი არკანი, აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმის განცდა, რომ აი ეს უბრალოდ არის ეტაპი, დაიხურება ეს ეტაპი და გადახვალთ სხვა წრეზე, სხვა ასე ვთქვათ მომენტზე. მოდი ვნახოთ თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდება, ამ ადამიანს უბრალოდ ახლა აქვს მძიმე პერიოდი და რა ტრავმა და რა ასე ვთქვათ გულის ტკივილიც ოდესმე ჰქონდა, ყველა ტკივილმა და ყველა დარდმა ერთდროულად შეახსენა თავი. ასე ვიტყოდი, ერთდროულად შეახსენეს თავი აი ამ ადამიანს და ახლა არის აი ესეთ მძიმე განცდებში, მაგრამ გამოსავალი ჩანს. მოდი ვნახოთ თქვენ შორის ურთიერთობა როგორ განვითარდება. იცით რა ის ეს ადამიანი თუ ემოციებს აყვა, შეიძლება ის გადაწყვეტილება ერთ-ერთმა მიიღოთ, რომ ეს ურთიერთობა საბოლოოდ, ასე ვთქვათ, მიატყუოთ. აი, შეიძლება გაჩნდეს უცების სურვილი, რაღაცნაირად იბობოქროთ გულში, აღარ მინდა ესეთი გაურკვევლობა და გაგიჟდეთ ის სურვილი, რომ ხომ არ წავიდე ამ ურთიერთობიდან და ხომ არ დავტოვო ეს ადამიანი. მაგრამ როგორც კი აი ამ აზრამდე მიხვალთ, როგორც კი ეს ურთიერთობის წასვლა თქვენ შორის გათამაშდება, ურთიერთობიდან წასვლა თქვენ შორის გათამაშდება, ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, აი თუ თქვენ მიიღებთ
ამ გადაწყვეტილებას ეს ადამიანი ეცდება, რომ რაღაცნაირად თავის გრძნობები გამოგიმშღავნოთ და ბოლომდე ურთიერთობიდან არ გაგიშვათ. თუ თვითონ დააპირებს აი აქ ურთიერთობიდან გასვლას, ეს ადამიანი ანუ შეიძლება 1-2 დღე, 3 დღე, 1 კვირა, 1 თვეც კი რაღაცნაირად ვითომ ურთიერთობა დატოვა, მერე ისევ რაღაცნაირად გული ისევ თქვენსკენ წამოვა, იმიტომ რომ არ ეთმობით, ეს არის 8 ხმალი, 8 ხმალი არის შეზღუდვა, აი ამ შემთხვევაში შეზღუდვას უკავშირებ იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი ვერ დაგთხოვთ. იცით რა ის რთული ეტაპის გავლა რაღაც მომენტამდე მოგიწევთ, მაგრამ ერთმანეთს მევხვდები, რომ ვერ დატოვებთ, ისე უკან დაბრუნდებით და რადგან ამოვიდა სიმშვიდის და სამყაროს კარტი, რაღაც წრეს რომ დახურავთ, ურთიერთობა უფრო გაირკვევა და მშვიდობიანი გზით გადაწყდება. აი ესეთი პოზიცია არის, მოდით გავიგოთ კიდევ ეს პიროვნება ახლა რას ფიქრობს თქვენზე, მოდი ერთი კარტით გავიგებ ახლა რას ფიქრობს თქვენზე და მეორე კარტით გავიგებ აი ამ რთულ ეტაპს რომ დაამთავრებს, როგორი თვალით შემოგხედავთ და რას იფიქრებს თქვენზე. აი ესეთ ამ ადამიანს უბრალოდ სჭირდება დრო, იმიტომ სურდა ტაიმაუტის აღება, რომ იცის რომ ახლა ურთიერთობისთვის უბრალოდ ძალები არ აქვს, თავისი საქმეები აქვს, თავისი პრობლემები აქვს, ახლაც კი ყურებს სტაბილურად და ძალიან სერიოზული თვალით და შემდეგ, როდესაც ურთიერთობა მისი მდგომარეობა მოგვარდება და სიმშვიდეს მიაღწევთ, დაუბრუნდება ამ ადამიანს ისწავლა, რომ აი ესეთ სიყვარულით აგავსოთ და ისევ ძალიან კარგი და ნათელი დღეები და პოზიტიური დღეები გქონდეთ და სიყვარული, ასე ვთქვათ, შემოგიტანოთ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამოვიდა 2 ძალიან დადებითი კარტი. მას სურს რომ სტაბილურად იყოთ მასთან, არსად არ გაგიშვებთ, შეიძლება გქონდეთ ტაიმაუტი, ურთიერთობაში დროის აღება, მაგრამ ისევ ესე იქნებით, ისევ ქიმია იქნება, ისევ სიყვარული შეგაერთებთ და დაგაბრუნებთ ერთმანეთის გზაზე. ესეთი პოზიცია იყო ჩვენი დღევანდელი გაშლა, ასეთი იყო, ასეთი პასუხები მივიღეთ ტაროსგან. მადლობას მოგიხდით ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.